სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საპატრიარქოს ფონდ გაამწვანე საქართველოს ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად ვაზის უბანში მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ეზო გამწვანდა. ღონისძიების ფარგლებში ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილისა და კიპარისის ნერგები დაირგო. გამწვანების აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანე მაზანაშვილმა, ფონდ გაამწვანე საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა და ტაძრის მრევლმა. გამწვანების ღონისძიება ტაძრის ტერიტორიაზე 6 ივნისს გაიმართა. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისას დღევანდელი დღისათვის. დღეს განსაკუთრებულად სასიხარულო დღეა. პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩვენი სატყეო ეროვნული სააგენტოს თაოსნობით, ძალისხმევით და საქართველოს საპატრიარქოს ფონდის გაამწვანე საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით ბატონი გოჩა არონიშიძის და თანამშრომლების, რომლებიც მოსულები იყვნენ, ძალიან კარგი რამ გაკეთდა და დაირგო მარადმწვანე მცენარეები, კვიპაროსი და ზეთისხილი და ეს არის რაღაც მარადიული სიცოცხლის მიმანიშნებელი და ხვალ მისვალებულთა მსახურება, როგორ დაიცვლება ხოლმე ადამიანი რაღაცა ხე ხმება ხოლმეო და ჩვენ მათ სახელზე დღეს აი ამდენი ზეთისხილის ხეები დავრგეთ, მადლიანი მცენარეა ესა. დღეს არის ამაღლების წარგზავნა, იგივე დღესასწაულია, იგივე ძალა აქვს, რაც ამაღლების დღესასწაულზე ქონდა, ეს თავისთავად ღვთის წყალობით დაემთხვა ეს ყველაფერი და ამაღლება ვიცით რომ ელეონის მთაზე მოხდა, ზეთისხილის მთაზე და უფალ ზეთისხილის მთაზე უყალდა ყოფნა და ვიცით რომ გეციმანის ბაღიდან ამაღლდა და გეციმანის ბაღში არის ღვთისმშობელი დაკრძალული და განსაკუთრებული სიხარული მაქვს მე პირადად და ეს იგრძნობა ყველაზე. ბავშვებიც გახარებულები არიან, სტიქანოსნები და ყველანი ვინც მოვიდნენ რაღაცა ზეიმი იყო ჩვენ ტაძარში და თან დაემთხვა ეს პარასკევი დღეს, პარასკევი როგორც ვიცით ეს არის ყველაზე აღმატებული დღე კაცობრიობის ხსნისა და გადარჩენისთვის განკაცებული ღმერთის მიერ შეწირული მსხვერპლი და შემდგომ მკვდრათი თაღდგომელი და ზესად ამაღლებული ღმერთმა დალოცოს ყველა როგორც პატრიარქი გვაკურთხა, გაიხარე, გაგვახარეო, გავაკეთეთ ესა და ღმერთმა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს და ჩვენს ყველა მართლმორწმუნეს მთელ ჩვენ საქართველოს ულოცავ. დღეს ჩვენთან მოხდა ესა, მანამდეც ხდებოდა სხვა ტაძრებში და აცი გაგრძელებაც იქნება ღვთისმადლით და ღვთისწყალობით. ჩვენს ფონდს გამწვანების თაობაზე მომართა ვაზის უბნის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანე მაზანაშვილმა. და ვთხოვა რომ მისი ეზო საჭიროებდა დამატებით გამწვანებას. ჩვენს ვნახე დავათვალიერეთ მხედველობაში იმას რომ სატყეო სააგენტოსთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად და ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ხშირად ერთობლივ პროექტებს და ამაში ძალიან გვეხმარება ჩვენ სატყეო სააგენტო თავისი პროექტებით და მინდა წინათ თავში ვაღვნიშნო რომ მათ შორის ნებართვა ავიღეთ იუნესკოს სამთავრო გამომწვანეთ, ასევე მარაბდაში ცხადმა ხერხეულიძის ტერიტორია გამომწვანეთ, იქ წმინდა მარინას ეკლესია არის, ასევე საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ბირაჯულის მემორიალური სკვერი თიანეთში, სოფელზარიძეებში, ასევე ორთაჭალაში თავდაცვის სამინისტროს გვარდიის ტერიტორიას სატყეოს დაპროექტებული იყო და დღესაც ასევე ჩვენ აი ამ ტერიტორიას ვამწვანებთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს პროექტის მიხედვით. ყველაფერს ამას აკეთებს კანტონი მარინა სუჯაშვილი, რომელიც არის ჩვენი ერთგული, ჩვენი ფონდის კონსულტანტი არის, გვეხმარება ყოველთვის და მათ შორის დღესაც მისი დაპროექტებით ამას ვახორციელებთ. გვაქვს აქ კიპარისებს და ზეთისხილებს 40 წალი იქნება ერთობლიობაში, 22 ზეთისხილი და 18 კიპარისი. კიპარისები იქნება გაშლილი ტოტებიანი, რომელიც აქ შექმნის ხარსაფარს, მონაწილეობენ ბავშვებიც არიან ეკლესიის წარმომადგენლებიც არიან, სატყეოს თანამშრომლებიც არიან და ეს არის ფაქტობრივად ზეიმი არის ჩვენი ერთობლივად. ჩვენ ასრულებთ პატრიარქის კურთხევას, რომ აი უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ურთიერთობა ნერგებთან და მე მიხარია რომ დღეს აგე პატარა სტიქაროსნები ასე გულმოდგინეთ გვეხმარებიან არგვაში ჩვენ მათ ვასწავლით და ფაქტობრივად სრულდება მისი უწესრობის საკურთხევა, რომ ყველამ ერთობლივად დედა ბუნებას მოვუაროთ და არა მარტო ეკლესიებს, არამედ ყველას ვეხმარებით. დღეს ტარდება აქ გამწვანების აქცია, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ მონაწილეობას ღებულობს ერი და ბერი ერთად.
სატყეო სააგენტო ყოველთვის მხარში უდგას და ყველანაირ დახმარებას უწევთ ხოლმე ერთმანეთს, რა თქმა უნდა. აქ არიან ბავშვებიც, მრევლიც და სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც საკმარისად ბევრი ენერგი დარგეს, რაც უფრო ლამაზ და მომხიბვლელს გახდეს აქაურობას. ჩვენ ვიყოფებით ივანე ღვთისმეტყველის ტაძარში და დღეს ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მარადმწვანე მცენარეების დარგვაში. ჩვენ ძალიან გვეხარია. მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები ამ სახელწოდების სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა. ღონისძიება პროფესორ მანანა ანდრეაძის ხსოვნას ეძღვნება. კონფერენცია გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რაჭის ფოლკლორული ტრადიციები და პრობლემები, საგალობლის აც განუტევე მონა შენი ისტორიულ-თეორიული ასპექტები, მესხური მუსიკალური დიალექტის ინტერდისციპლინარული კვლევის საკითხისათვის, ალილუიას ღვთისმსახურებაში ჩართულობის ფორმები, ქება-ქებულთა, მივიწყებული საგალობლები ქართულ სამგალობლო ტრადიციაში, თემატური განვითარება ბაროკოს პერიოდის პოლიფონიურ ვარიაციებში. ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეები მოხსენებებს წარადგენენ. ღონისძიების ფარგლებში საუკეთესო მომხსენებელს პროფესორ მანანა ანდრეაძის სახელობის ჯილდო და ფულადი პრიზი გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ორდღიანია და 10 ივნის დასრულდება. კონფერენციის პრობლემატიკა და თემატიკა არის მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის საკითხები. მიმდინარე წელს მოხსენებები არის ძირითადად მუსიკოლოგიური მიმართულების და წელს კონფერენციაზე გვაქვს სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ პირველად ჩვენი კონფერენცია გახდა საერთაშორისო მნიშვნელობის, მასში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, დოქტორანტები, არამედ უცხოეთიდანაც არიან ჩართული, კერძოდ წელს თურქეთის სხვა უნივერსიტეტიდან გვყავს 2 მონაწილე. ფიქრობთ, რომ ეს ზრდის ჩვენი ქართველი მონაწილეების პასუხისმგებლობასაც. ისინი მოხსენებებს წარმოადგენენ ქართულ ენაზე, მაგრამ თარგმანი იქნება უზრუნველყოფილი. კონფერენცია გამოირჩევა იმითაც, რომ ჩვენ ყოველწლიურად გამოვავლენთ საუკეთესო პრეზენტატორს, საუკეთესო მოხსენების ავტორს და მას გადავცემთ მანანა ანდრეაძის სახელობის ჯილდოს და სიგელს. პირველად ვიღებ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ საშუალება მომეცა თემაზე, რომელსაც მე მუშაობ და მაინტერესებს წარმომედგინა და ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო, ეს არის რაჭული ფოლკლორი და მინდა რაჭული ფოლკლორი მიმოვიხილო, მისი არსებული პრობლემები გავახასიათო და წარმოვადგინო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსრულებელი, რომლის შესახებაც ესეთი ფართო მასებს არ აქვს ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის. წელს უკვე მეორედ დიდი სიხარულით ვიღებ გალობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობას. ძალიან სასიხარულოა პირველ რიგში იმიტომაც, რომ წელს ეს კონფერენცია უკვე საერთაშორისოდ გადაკეთდა. ეს არის ჩემთვის პირველი საერთაშორისო კონფერენცია. ჩემი მოხსენების თემა ეძღვნება როკ-ოპერის ჟანრულ მოდელებში არქეტიპების გამოვლინებას და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ახალი თემა, ასე ვთქვათ, როგორც ამ კონფერენციის ფარგლებში, ისე საზოგადოოდ ქართულ მუსიკოლოგიასთან მიმართებით. მე ამაყება ასევე, რომ რა თქმა უნდა იმ კონფერენციაში ვიღებ უკვე მეორედ მონაწილეობას, რომელიც ქალბატონი მანანა ანდრეაძის ხსოვნას ეძღვნება და წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს. იშვიათი დაავადებების მქონე პატარებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის განკუთვნილი წიგნის წარდგინება გაიმართა სახელწოდებით მერლინი პატარა კატისებრთა ოჯახიდან. ღონისძიება თბილისში შედგა. წიგნი ინგლისური ენიდან ითარგმნა. ის გათვლილია 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიგნი ასევე მშობლებს დაეხმარება უკეთ აუხსნან მათ შვილებს, რა არის იშვიათ დაავადებებთან ერთად ცხოვრება. ღონისძიება გაიმართა საქართველოს იშვიათი დაავადებების ალიანსის ორგანიზებით და ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობაც მოეწყო.
წიგნი გათვლილია 3-დან 10 წლამდე ბავშვებზე და ეს წიგნი დაეხმარება მშობლებს, რომ მარტივად აუხსნან თავის შვილებს თუ რას ნიშნავს იშვიათ დაავადებასთან ერთად ცხოვრება, იმისათვის რომ ჩვენ საზოგადოებაში მოვახდინოთ ინტეგრაცია იშვიათ დაავადებების მქონე ადამიანების აუცილებელია, რომ ეს დავიწყოთ სკოლის ასაკიდანვე. სწორედ ამას ემსახურება ეს წიგნი. ამ წიგნის მთავარი მიზანიც და შინაარსიც ზუსტად და სწორედ ამაზე არის, რომ იშვიათი დაავადებები აღარ იყოს რაღაც სტიგმატიზირებული სკოლამდელი ბავშვებისთვის და მათთვის უფრო დიდი იყოს მიმღებლობა მათ მიმართ და იცოდნენ, რომ ასეთ ბავშვებსაც აქვთ ჩვეულებრივად შეგრძნებები, მათაც ჩვეულებრივად წყინთ, უყვართ, უხარიათ და განიცდიან სხვადასხვა საკითხებს, ამიტომ მიზანი სწორედ ეს იყო.